მისის ჯიმ-ჯონი წერილები ამსტერდამში გაგზავნა მიბგისთან. თუ მისის ჯი რამეს გადაწყვეტს, მას მართლა ვერაფერი შეაჩერებს. მერე ჩვენს პული შევაგროვეთ და ისიც ესტუმრა ლონგ ბიჩს. მაგრამ არ ველოდე ასეთი დაბალი თუ იქნებოდა. უსხვანაირი იყო. ძალიან კეთილი ხარ, მარკოს. მადლობთ. მთელი კლასი შეკრებილა. რამდენი ახალგაზრდაა. აი, მისის გრუველიც, ეს ყველაფერი მისი დამსახურებაა. ებრაელებს მოწყალების სახით $2 ვაძლევდით ხოლმე. ვიღაცამ ეს გაიგო. გესტაპოს უთხრა და ამის გაკეთება ამიგრძალეს. 4 აგვისტოს ჩემს კაბინეტში შემოიჭრნენ. თავზე იარაღი დამადეს და მიბრძანეს. ხმა არ მომეყო. ზემოთ ავიდნენ. პირდაპირ სხვენში. ისე უსუსურად ვგრძნობდი თავს. ანას ყვირილი მესმოდა. მესმოდა როგორ ისროდა, აქეთ-იქით ნივთებს. გავიქეცი და რაც ძვირფასეულობა მქონდა ავიღე, იქნებ გრთამად შევთავაზო მეთქი. ყველაფერი მოვაგროვე და გავიქეცი. რომ მივედი, ჯარის კაცმა იარაღი ამოიღო და შუბლზე დამადო. ებრაელის დამალვისთვის ან მოკლავდნენ, ან საკონცენტრაციო ბანაკში გაგიშვებდნენ. უცებერ ჯარისკაცს ჩემი აქცენტი ეცნო. ისიც ავსტრიელი იყო, ჩემსავეთ. უბრალოდ მე გერმანულმა ოჯახმა მიშველა. სწორედ მან სთხოვა იარაღიან ჯარისკაცს ჩემი გაშვება. არ არსებობს დღე, რომ არ გამახსენდეს 4 აგვისტო. და ანა ფრანკი. დიახ. აქამდე გმირი არ მყოლია. ახლა კი თქვენ ხართ ჩემი გმირი. არა. არა, ახალგაზრდაო, მე გმირი არ ვარ. მე ის გავაკეთე, რაც უნდა გამეკეთებინა. რაც სწორი იქნებოდა. სულ ესაა. ჩვენ ყველანი ადამიანები ვართ. მაგრამ უბრალო მდივანს, დიასახლის, თინეიჯერსაც კი შეუძლიათ ცოტათი მაინც გაანათოს ბნელი ოთახი. არა? წავიკითხე თქვენი წერილები და თქვენმა მასწავლებელმაც ბევრი რამ მიამბო თქვენზე. თქვენ ხართ გმირები. თქვენ ყოველდღე გმირობას ჩადიხართ. თქვენი სახეები სამუდამოდ აღიბეჭდა ჩემს გულში.